თქვენ 7-8 თვე არის ხო უკვე რაც პარლამენტის წევრი ხართ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გწევდათ პატივს იმ დამსახურებისთვის, როდესაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ აზეიმეთ, ხომ? არაერთი მედალი მიიღეთ. წახვედით პოლიტიკაში. ეს თქვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯის გადადგმა იყო. წახვედით მაშინ და ამის შემდეგ უკვე დაიწყო საპროტესტო აქციები, ვიღაცები დასანქცირდნენ მათ შორის თქვენი კოლეგა სპორტშიც და შემდეგ პარლამენტშიც. რა განცდა გაქვთ დღეს გენო პეტრიაშვილს? დიახ, მოგესალმებით და მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. მე პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ უდიდეს პატივისცემას და სიყვარულს უდასტურებ ჩვენს გულშემატკივარს, ჩვენს საზოგადოებას და ასე შემდეგ. დიახ, ნამდვილად რთული პერიოდია ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი ჩვენს ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე მეც მზად ვარ ჩვენს გულთან ერთად ჩავერთეთ ჩვენს ქართულ საქმეში და ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მოქალაქეებს, ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებით ახალგაზრდებს, სპორტულ საზოგადოებას და მათი გულისკივილი მიგვაქვს იქ, სადაც საჭიროა და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდებს და ყველა თაობის ადამიანს და ჩვენს განსაკუთრებით სპორტულ საზოგადოებას. მე სპორტულ კომიტეტს წარმოვადგენ და ჩემს მეგობრებთან ერთად მუშაობთ ამ ყველაფერზე. ნამდვილად რთული პერიოდია, მაგრამ მე მინდა გავიხსენო ჩემი ბავშვობა და ის რთული პერიოდი, რაც მართლა რთული პერიოდი იყო საქართველოში და ძალიან პრაქტიკულად სამაჩაბლოში დავიბადე და გავიზარდე და იქ ცეცხლისალში გვიწევდა ცხოვრება, შემდეგ უკვე გორში, როდესაც გადმოვედით 2008 წელს გვახსოვს რა უბედურებას დაატყდა ჩვენს სამშობლოს. და აქედან გამომდინარე ვერ ვიტყოდი რომ დღევანდელი პერიოდი არის რთული, ის იყო ნამდვილად რთული, ამდენი ღირსეული მოქალაქე დავკარგეთ, ამდენი ძალიან მაგარი ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები დაეცნენ, ხო? ჩრდილოეთთან ბრძოლაში. აქედან გამომდინარე ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ დღეს მშვიდად ვაგრძელებთ ცხოვრებას, ჩვენი შვილები განათლებას იღებენ, სპორტულ ცხოვრებით ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ნამდვილად რთული პერიოდია, ბევრი საქმეა, ბევრი ადამიანს ჭირდება ხელისუფლების გვერდში დგომა და ამისთვის ყოველთვის მზად ვართ და